რომელი ვიტამინები უნდა შევიტანოთ რაციონში ორსულობის დაგეგმვისას? პირველ რიგში, ორსულობის დაგეგმვისას აუცილებელია მიიღოთ ფოლიუმის მჟავა ყველაზე ადვილად ათვისებადი ფორმით მეთილფოლატი, დღეში 400 მიკროგრამი, ჩასახვამდე 3-6 თვით ადრე და გააგრძელოთ მიღება ორსულობის 12 კვირამდე. ასევე რეკომენდებულია ვიტამინ D-ს მიღება. მისი პროფილაქტიკური დოზაა დღეში 2000 საერთაშორისო ერთეული ცილოვან ცხიმიან საუზმესთან ერთად, თუმცა დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ვიტამინ D-ს საწყისი დონის მიხედვით. ამის გასაგებად საჭიროა ჩააბაროთ 25 ჰიდროქსი ვიტამინ D-ს ანალიზი და ექიმი დაგეხმარებას სწორად შეარჩიოთ დოზირება. დანარჩენი ვიტამინებისა და მაკროელემენტების მიღება დამოკიდებულია კვების რაციონზე და ქალის ჰორმონალური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ყველა ქალს ვურჩევ, რომ მხარი დაუჭირო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას და ორსულობისთვის მომზადების პერიოდში მიიღონ 200 მიკროგრამი იოდი კალიუმის იოდიდის ან ორგანული იოდის ყავისფერი წყალმცენარეებიდან სახით. რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია რკინის მიღება 30 მგ დოზით ყოველი მენსტრუაციის შემდეგ, ციკლის განმავლობაში 10 დღის განმავლობაში. თუ ცხიმიანი თევზის საკმარისი რაოდენობით არ იღებთ, რეკომენდებულია პოლიუნთერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა-3 ძის მიღება, სადაც ეიკოზაპენტაენისა და დოკოზაჰექსაენის მჟავების თანაფარდობა შეადგენს არანაკლებ 1000 მგ-ს დღეში.